გორგი ჯანძის შთამომავლის ნიკო გორგი ჯანძის კონკურენტი არის მხოლოდ სატანი. ნიკოლოზ გორგიჯანიძე დარწმუნებულია, რომ ერთადერთ კონკურენტს 27 ოქტომბერს დაამარცხებს. საპრეზიდენტო პროგრამაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. მთავარი წინასაარჩევნო დაპირება პენსიის $300-მდე გაზრდა. დიასახლისებისთვის თვეში $200, ხოლო უსაქმურებისთვის, რომლებსაც მისი გამარჯვების შემთხვევაში სპეციალური მოწმობები ექნებათ, $100-დან $150-მდე ანაზღაურების დანიშვნა. გორგიჯანიძე ამ მრჩეველს სხვა დაპირებებსაც აძლევს. მე რომ მოვიდე პრეზიდენტად, ამის გარანტია გქონდეთ. ფიცავ მაღლა ღმერთს, გაბრიელი ცულს, საქართველოში აღარ იქნება დამწვრობის ცენტრი, თურმანძის მალამ უფასოდ იქნება. საპატრიარქოს გადავწე პარლამენტის შენობა. გავაკეთო დიდი ვატიკანი. მეწოდება ყველა, ვინც გვერდში არ მომიდგება. განა იმიტომ რომ მე უკვე 60-ში ვარ. მეშინია. იმიტომ რომ ვიღაცა ჩემ ქართველერში არ იყოს ისეთი, რომელიც დაემორჩილოს მას სატანას, ხომ გამიგეთ? უფლის სახელით გაბწყინებული საქართველო, ასე ქვია მიხეილ გელა სალუაშვილის საპრეზიდენტო პროგრამას. სალუაშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც 26,530 მხარდამჭერის ხელმოწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე წარადგინა და პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ახლა სლოგანით აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო აპირებს. კანდიდატის განცხადებით ის ქვეყანაში თეოკრატიული მმართველობის დამყარებასა და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას აპირებს. დეტალურად მისი საარჩევნო პროგრამის გაცნობა ამ მომრჩეველს საიტზე უფალი ჯიზე შეუძლია. აირჩიეთ ღმერთი, თუ გინდათ რომ იცოცხლოთ. უნდა ვიყოთ მშვიდობის მებაირახტრეები და აი ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტის და პრობლემების მოგვარება სწორედ ჩვენ გვესახება ღმერთის ნებაზე მინდობილი ჩვენი პოლიტიკური რეფრენი დაახლოებით ასე გაშღერს. ესე იგი მართლმადიდებლობა, ნეიტრალიტეტი, მშვიდობიანი კავკასია. ამ პროგრამას არ აქვს ანალოგი და კონკურენტი. კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს, უშანგი დონჯაშვილია. მისი პრიორიტეტი მეანაბრეების უფლებების დაცვა იქნება. კანდიდატი ამბობს, რომ მეანაბრეების უფლებებს 1996 წლიდან იცავს. მას შემდეგ, რაც წინაპრებისგან დატოვებული ოქრო გაყიდა და თანხა დაკარგა. დონჯაშვილი დაკარგული ანაბრების დაბრუნებას ითხოვს. კონკურენტი არავინ არ მეყოლება, მე იმიტომ რომ 2,5 მილიონი მეანაბრიდან რატო საარჩევნო კამპანია კარგად ჩავატარია რა? ვიტორი მეანაბრიდან მივიყვანე ეს საკითხი. მე მივიღებ არანაკლებ 2 მილიონ ხმას. ყველა მათგანს გადაუჯობებ. პროფესიით ფილოლოგი და 7 შვილის დედა ასმათ მაჭავარიანი პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. გადაწყვეტილებას კანდიდატი ასე ხსნის. არ მსურს პრეზიდენტობა, არც მსურს პოლიტიკოსობა, არც მსურს რეზიდენტობა, მაგრამ მე ვინ მეკითხება ლაღი ვარ თუ მწუხარი, ამას მშვენივრად აგვარებს რეჟისორი უფალი. რაც შეიძლება დღეს საზოგადოებაში იყოს ჩემს მიმართ, საზოგადოების აზროვნებაში არის ფული. მეტი კონკურენტი მე არ მყავს. მთავარ კონკურენტად ფულს მიიჩნევს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ბესიკ ადამია. კანდიდატი პრემიერ-მინისტრს მიმართავს და უპარტიო საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში დახმარებისკენ მოუწოდებს. როგორც ვხედავ, წინა პლანზე იწევს ძველი სახეები, ძველი პოლიტიკური კადრები და თუ ჩვენს სექტორებს აი ხელმოწერების ჩაბარების დღეს არ დაფიქსირდა ახალი სახე უპარტიო პრეზიდენტობის კანდიდატებსა, ეს იქნება ნიშანი ქვეყანაში არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური განვითარებისა და წარუმატებლობისა რა. საქართველოს ფაქტურად ჭირდება აი ქუთაისური ჯიგარის ნამდვილი სუბსტიტუციის მქონე ქართველი კაცი.